ღემში ყველაფერი მოვიწყდება GoPro დამჭა. ვიღაც ხდება ჩემში მე ვარ ხიდი და ცხვირზე კიტაკი მართლა არ მაქვს ბევრის რიტი ჩემ გვერდით არილი პლუს 300 მილილიტრი მე ვარ გორამა ჩემთვის მე ვარ ჯონ რიჩი მიღების სახელზე მეშვილისთვის აგრა ხდება ეხა სიმონ დილა მშვიდობისა გოგონებო და ბიჭუნებო ვერ დავიძინე ეხლა მან შევიგი და ეხლა ბეძინება ამის დედა ვატირე ფიჩი არა ვანგ ფიჩი არა დი აი წამოიღო არა ავტო არ გვინდა ჩვენ Panjara ფეხები და დაბალ აბაროძე. ხო, გამეგვიძა. იცი, იქითასა. პანორამა. პარონამა. ის ოპერინტება, ბიჭო. აი, პატარა შუქი ასწორებს. ხონა მაგარი წვიმა რა ძალიან წვიმს კომენტარებში დაწერთ კი ბატონო მოუსუხთი პაწე ხონა გადავწყვიტე თოფი ვიღე და მივალ ტყეში და ჩვენთან არის სილის აქაჩი Sangures ვეძახით სილის აქაჩი ხო და ვიდეო იქ ანკესიც მაქვს მანქანაში მაგრამ ისეთი წვიმა ისეთი ამბავია რომ არ მგონია რამე მოხდეს რა იქ რამე საერთოდ აუ ფანარიც და მოვიწყდა ბიჭო ფანარს წამოვიღებ გავანათებ მეთქი მაგრამ სანამ იქ ჩავალ კი გათენდება ამასობაში და მოკლედ ჩავალე ხა შევხედავ რა იქნება როგორ იქნება რამხელა წყალი იქნება რა იქნება სიმონ და მე შევხედოთ რა იცი შუქიც რო ავანთო რა ნახე რა კარგად ჩამოვა ბიჭო მეც იქით ამ მხარეს ავანთებ ამას და გავასტაბილურებ სიმონო კამერა გადაბრუნდა ეს რა ცუდი იამებია რა აუ ამას ახ დამატებით აკულატორს მოხსნე ეს დამივარდაჩ ყველაფერი დამივარდა სიმონ ერთი რაღაცის გარდა ალბათ გამეიცნოთ ვაი რა კაიჭე ქახუხილია ჯო საიყურები კამერა ულა დაღლებულ ვაგერ გამეიხედი აქეთ დამატებითი აკულატორი რომ მოხსნა ხა მე ამას პარალელურ რეჟიმში იმის გარეშე არ დამაგდება ფეხზე იასნა და ცოტა გზას გადავიღებ მეთქი მაგრამ ესე დავდოთ ესე ეს რაღაცა პოლიცია მოვიდა დაცვის ასთე ეს ახალ წვიმიანი სოველი ლანჩხუთი არ დამავიწყდეს ხოლმე კამერაზე ხელიც მოკიდევად ხარა გადაბრუნდა GoPro დამჭა თორე დავამაგრებდი ხა ლაბაოის და მაგ კადრებს ნახავდით მაგრამ ეს მჩება სულ ყველაფერი
მაგრამ ამით რო ვიღებ იმითაა კაი რომ ჩემ ხმას იწერს იდეალურად ეს იცანით რის ხმა არის რევენი გეიკეთეო სიმონდა მოდი გევიკეთოთ რემენჩუკები რევენს ამ ბოლოს სულ ვიკეთებ იმიტომ რომ ой მანქანაზე არ მithქვია არაფერი Porsche აღარ არის Grand Cherokee გადარეულ აკარე ჩვენთან ეხა მოვტრიალდები და დაინახავთ ჩვენი სკვერი კადრში ჩანდა ჩვენი მუნიციპალიტეტი აი იქ წინ არის ჩვენი თეატრი ძალიან ლამაზი თეატრი გვაქვს ჭექა კუხილები ასწორებს კაი წავედი ერთი ამ შუქებს მოვშორდი და გადავიდეთ ტყისკენ იმედი მაქვს ჩიპი მეყოფა აუ ისე უნდა წამევიდე ერთი პალატკა მაქვს ყველაფერი მაქვს პროსტა ხა წვიმიანში რავია ვერ გევისწორებ ვიდეაში მაგრამ შეიძლება რა ტყეში წასვლა ერთი დღე გაჩერება ისევ იქ სადაც მივდივარ ეხა ჩავიდე პროსტა გავჩერდე რა ესა ჩვენი ლანჩხუთი ლამაზი ლანჩხუთი ჩვენი ლანჩხუთი ხო ესე ბაძაკი მოუსუქთი სიმონ ხოდა უნდა დავიწყო მაიცა კამერა ესე რა აი სიასწორად ცოტა ზადნი მივცეთ სიმონ ამფერი შუქები მაქვს მე ხალხო კიდე ოლალა რაღაცებმა მითხრეს რომ არ უხდებაო წინო რომ ესეთ ახალ მანქანასო ნუ ახალი არ არის მქრაი ხო 2015-იანია რა ესეთ მანქანასო ესეთი რაღაცები რო გიყენიაო და ჯერ არ იციან რომ ქვეყნისაც ხო უნდა დადგეს კიდე ამაზე კაი შუქები აქ არა იქ რაც პოლიცია და მოდი ჩავაქროთ თვალში რო არ ეცეს Сырцом ременчика. Айс. ამ ბოლოს ისე ვიდეოებს ვდებ საკმაოდ ბევრი ვიდეო დავდე თითქმის კვირა არ გამიმაზია თითქმის კი არა არ გამიმაზია არაფერი არ გამიმაზია მაგრამ ой ესე ჩახტნენა თუ რა ხდება მან ჩავარდნენ ბიჭო ამე დახმარება ხო არ უნდა პოლიცია იმაზე იქენზე კარგად ვინ დაეხმარება მაგას სამაშველო რამე რომე გამეიძახებენ რამე აუ მაგრამ აინტერესებს აი ეს ჩემი შუქი თუ უშლის ხელს იმას რა ქვია ბარო ბიჭობა მეცნენ
უკვე ცნობენ, Porsche-ს ვერ ცნობდნენ მანქანები. ეხლა ცნობენ. აუ რა კაია. ეშუქი მაგრა უხდება იმენა, ქალაქსაც უხდება რა. სავარაუდოდ თვალსაც უხდება, წესთ არ უნდა ჭრიდეს ძალიან თვალს. მიყენია ატეები ეხლა და ძალიან ხმაურიანია და ბარემ ეხლა ამ დღეებში ზამთრებზე გადავალ, უეჭველი უნდა გადავიდე ზამთრებზე, იმიტომ რომ ძალიან ხმაურობს ეს და დღეს არის ხალხო ეხლა არის 25 უკლია 25 კი არ 15 უკლია იმას რა ქვია 7 21 რიცხვია, ისე 112 მომწერა, რომ ძალიან ცუდი ამბებიაო რა. წვიმის მხრივ მაინც პერიოდზე დავიჭიროთ. ცუდი ამინდიებიაო დღესო რა, ამ რიცხვში მომწერა 2 დღის უკან 19-ში. ხო და ესე იგი ძალიან ცუდ ამინც ველოდები დღეს. საშინელი წვიმა იყო ისე სხვათა შორის. ხამე სავარაუდოდ მაგან გამაღვიძა ისე და მე ვეღარ დავიძინე რა. გათვალიერებინებთ ფაქტიურად ლანჩხუთს. თან ჩემთან რაცხას ვლაღბობ. თოფი წამოღებული მაქვს. ეხლა რა უნდა იყოს იქ არ ვიცი, მაგრამ მაინც იყოს. ნახოთ რა ფერი წყლები იქნება და შეიძლება შიგნით ძალიან არ შევტოპო და ხმად არ შევიდე, რო არ ჩაურჩე და მე არ დამირჩეს დასარეკები იქინე აქანე. ხო და კი ლანჩხუთის ოფროუდის მანქანები კი მომაჩანჩალებენ, მაგრამ რატო? აუ ძალიან ღმუა, ხო თქვენ არ გესმით, მე მგონი ეს ღმუილის ხმა. აი მენა აი ეს შეიძლება უფრო გაიგოთ რა. აი რა მხელა ხმა. აგრიშკებს აქ პიზდეცი ხმა იმენა და ზოგადად წვაც მეტი აქ ხოლმე ამ საბურავებს ესე მითხრეს რომ მე და შეიძლება 1-2 ლიტრა მოგცეს სხვაობაო თან არის იმენა ტალახის არის საერთოდ არა რეკომენდირებული ამით ყველგან სიარულს და მე ძალიან ბევრს დავდივარ რაც ვიყიდე მანქანა უკვე 3000 მაგ გავლილი, დიდი ხანი არას ნაყიდი მაგ. ეს გზები მიყვარს. ხოდა უნდა მივხედო რა. Porsche-ს Porsche-ს მეტი კომფორტი იყო, ბაზარი არა, მაგრამ Porsche-ს ამაში უფრო კარგად ვგრძნობ თავს ვირმეს რა შუაში იყო. ნახეთ რა დავინახეთ ხალხო. ესა გამბეჩი. მოგეშინია. გამბეჩი არა სანდო ცხოველია, სხვათა შორის რო იცოდეთ არენდოთ შეიძლება გამოგენთოთ და დაგეჯახოთ. ძროხასავით რა მხელა წყალია, ჩემი კაცი. ხათაბალა. მართლა რა მხელა წყალია, ბიჭო. აუ იქ პირველი არხისკენ უნდა წავსულიყავ, იმიტომ რომ იქ გამოჩნდებოდა ყველაფერი. ის რა არის? ვირთხა? შაშვი დაფრინავს, დარბოდა მეგონა ისე დაბალზე დაფრინავდა. შაშვი მგალობელი
კიდე ბევრ რამეზე მინდა და მე ლაპარაკო. ვიდეოები არ ვარდება და რა ვქნა მაინდა-მაინც უნდა გავკრეჭო და კრინჯობა უნდა გადევიღო წყლეობა რაც ყველაზე მარტივად იყიდება ზოგადად არა მარტო ქართული YouTube-ში ყველგან ყლეობას უფრო უყურებს ხალხი ვიდრე რაღაცებს კულინარიას ძალიან უშვი უფრო ვლოგების სტილს მივაწექი, მაგრამ კულინარიას იმიტომ აუშვი, რომ კულინარიას იმიტომ აუშვი, რომ ვეღარ ჭამდანერვები მეშლება რა. არ ვიცი, რავი რა, ამიწერეთ კომენტარებში რა გადევიყო, რა გავაკეთო, კულინარიას მივაწვე უფრო, ვლოგების სტილს მივაწვე. დავიწყო ისევ რესტორნებში სიარული. ანუ იმდენს ვჭამე ხარ, რომ მე ვთქვათ მაგალითად მისულზე რესტორანში 5 კერძს გავსინჯავ ეხლა. გავსინჯავ რა. არ ვიძახი რომ ყველას დავждები და შევჭამ. თითო ორ ლუკმას ყველას გავსინჯავ, ეგ შემიძლია. მაგ ერთი რესტორანი, რომელშიც მინდა წასვლა, ძალიან მინდა, იმიტომ რომ თვითონ იმას ვიცნობ, რა ქვია, შეფ პოვარს ოღონდ ჩორიდან ვიცნობ, ვიცი მასტერშეფებში და რაღაცებში გამოდიოდა, ოღონდ საქართველოში არა, მე მგონი უკრაინაში, ხო და ძალიან კაი შეფია რა, და რასაც უყურებ ინსტაგრამზე, რომ ვხედავ მის თორებს, სულ მადგება ნერწყვები, აქ ზემოთ ხედავთ, ხალხო მანქანები დაგის ეგ, აი, ჩაივლის ხა. ავტობნის ქვეშ გავზრებით ეხა ჩვენ. ეს ჩემი საყვარელი გვირაბია. ხო და მაგის რესტორანს უნდა ვეწვიო უეჭველი რა. იმიტომ რომ მაინტერესებს რა. ძალიან მაინტერესებს. ისეთ ლამაზი კერძები აქვს ხოლმე. წარმოგიდგენთ ვიზუალის გამო უფრო მინდა ჩასვლა, ანუ ისეთ ვიზუალებს დებს ხოლმე, რავი. ხო ეს და ვიზუალი ფასდება ძალიან მაგრად რა. ოპა, ჭექა-ქუხილი მოუხდა. ცოტა ადრე რიზარ გამეღვიძა მქლაგვიან ღამე რო ჩამოსულიყავი უკვე გათენდა და გათენება არ მინდოდა მე მინდოდა აქ გათენებულიყო შიგნით რო ვიქნებოდი შესული რა. ეს უნდა განახოთ. ეს უნდა განახოთ. ეხა მიხვდებით რამხელა წყალია. ჩემ ვიდეოში არ ამგონია ეს წყალი როდესმე ჩანდეს, მაგრამ შეხედეთ რამხელა წყალი. აქ შეხედეთ რა ხდება აქ. ხედავთ როგორ ხეების დაძირული, ძალიან დიდი წყალია სხვათა შორის. აუ არხიც ძალიან გადიდებული იქნება და ხوار გადავხედოთ. მოდი გადავხედოთ არხსაც. აი იქაა ცოტა შესასვლელი და ბარემ შევა. არხსაც გადავხედავ პირველს და მერე შევიდეთ. მაგრამ წამოერთი კაც. არა, აქ შევა. იქნება და იქ შევიდე ვაფშე. ნახოთ არ ამგონია გზამ გამიშოს მკხელაზე, მაგრამ ვწდი. ვწდი. ეს კამერაში მე არ გამოჩენილა რომ ვაფშე. კამერა გვაქვს უკანა ხედვების. მანე პეჩკი ჩართული სიმონ. მანე მედის მედუზა. ძალიან მომწონს ეს მანქანა. გრან ჩეროკი ზოგადად რა. არა მარტო ეს მომწონს. ყველა გრან ჩეროკი მომწონს. რა შუქია ბიჭო სალონში. ავიდა ცოტა მოადგილები. ეხა პირიქით კამერა იქეთ უნდა იყოს და იმას უნდა უყურებდეთ სადავდივარ და ესე ვქნათ ახლა ჩვენი ესეთი პანორამ
რადიკამ ნუ დამზდევს ესეთ პანორამა გვაქვს კამერამენ დამზდევს აი ამის მიმოხილვას და ვიდეოების გადაღებას არ დავიწყებ და est პირდაპირ ესე გავტოპოთ, პირიქით კი არა ავარიდოთ, გავტოპოთ. ყრეზე კიდია მაინც ამას. ყუმბარა გავტეხემ. არასწორად ჩავთერას დადგამ. სანამ შეხვალ მოკლედ სადმე უფსკროლში და კალახში გარება გინდა მანამდე უნდა ჩართო რას დადგა. გამოკიდული და დაჭიმულზე და დაწაბულზე არ უნდა ჩართო თურმე. გევიგე დამიჯდა 700 მანეთი. ანუ სწავლობ რა. სწავლა სიბერემდიაო და მე რა ვერ ვისწავლები. ვერც ხალხის ცნობა ვისწავლებ, დავბერდი უკვე. ვერაფერი ვერ ვისწავლე იმენა რა. რა ვერ ვისწავლე ხალხის ცნობა. ავეტარი ალალი ვარ სიმონ და მაინც კაროჩე გულში ჩადება არ მიყვარს აი რა გავბრაზდები იმ წავსე თუ ვაგინებ გამზდელს და დედის მუტერს არა მე კი გადამდის გულზე ამასილა დაგვიყავი და აი ეს იყო დამშრალი ეს ცხოვრებაში აი ეს ადგილი ცხოვრებაში არ მინახია დამშრალი რა აი ვაფშე არასდროს არ მინახია ეს დამშრალი და ეს იყო დამშრალი ხალხო არასდროს არ მახსოვს მე მთელი ზაფხულები აქ ვატარებ აი იქ იყო ტყემლები აი ეხლაც აი ეს ტყემალი მოშენებული просто აღარავინ არ პატრონობს რა იქ იყო ტყემლები და სახში ავდიოდი საჭმელს აღარ ვიკარებდი პირში იმდენ ტყემალს ვჭამდი რა მერწყი მომადგაჩი ესა ჩვენი სილის საკაჩი ისე იქნება და რაც ხა ქეაფრინდეს სიმონ და ჯობია მავამზადო ჩვენი ბროზვალდი აქ რა ნამრები მაქვს არა ხა თუ აფრინდება ჭყიანპო მეტი რა უნდა აფრინდეს აუ ეს მსხვილია ძალიან რატომღაც ძლივს ამოდის კი მსხვილი აი ჭექა ფუხილი აი დაწყდარდი ბაჩი აგრამაკ აი მწერია სავარაუდოდ 8 ნომერი 3 ნომერი ძალიან მსხვილია ეს რა ნომერი ჩემი გვაი 2 ნომერი რაიგენი მაქვს 6 აუ რა არეულად მაქვს ბიჭო აქ ჩაღრილი ყველაფერი 3 აი 8 აი ეს 8 წეგან რომელი მქონდა მოგებული 2 ნომერი მეთქი აი ეს 6
ჟაკანია ფაქტიურად. კარტა იჭკობს, ამხელა რა მისი მსხუა და. ორი ნომერი. პრინციპში იმაზე არ ხო უკეთი არ მინდა ეს. მე რაღაცა კურდღელივით იყოს ტურე. ხუთიანია ერთი პირში მიდის. აკ ეს თედა ამგვარად გავაგზავნეთ გზայի. შუქები ოფინგ. ახთეო წადი ბაჩო. რუჩნიკი ხომოვწიე და რუჩნიკი არ ქვია, მას ფეხშნიკი ქვია, იმიტომ რომ ფეხზეა. ამას რა დაგვიარე? სურათების დავდე ინსტაგრამზე, ვინც ხართ ინსტაგრამზე. ნახავდით, აი ქვიდექი შვაში. კაგას აქ გავტეხე ის ყუმბარა. აი ეს ადგილი მიყვარს მე. ტალახიც გვაქვს უკვე. აქ ჯდება ხოლმე ქათამი. აქ არის ჭყიამბო. იქ არის ჩვენი ახლობლის ფერმა. ალაგეს YouTube არხიც აქ. ეხლა მალე პოდკასტი, მე მგონი პოდკასტი დუდევს უკვე. აღწერაში იქნება მოკლედ ლინკი. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ძალიან კაი რამეს შვება. იმიტომ რომ აქ არის სიმშვიდე, სიწყნარე. კაციშვილი არ ყავს უფროსი, უმსროსი. შენ ხარ ყველისფერი. ჯერჯერობით ტალახი არ ჩანს, მაგრამ დიდად აი ჩანს ნახეთ, რომელცა ზუმიკები გავაკეთოთ. აი კოდმე რო არის. არ ჩანს, აი ეს კოდმე. არა ეგ წყალია, მაგის გვერდზეა კოდმე. ეგ კოდმე. იქ ვიყავი შეყენებული და მანდ გავტეხე სავარაუდოდ რა. ვაკ იმენა მშვიდად უგრძნობ თავს რა. ძალიან მშვიდად უგრძნობ თავს. წყალში რაღაცა მე მგონი ჟდანს ისე სხვათა შორის. რაღაცა არის და დაჭექა. იმიტომ რომ ამოძრავდნენ რა აშკარად. თუ მეჩვენება. არა, იმ მოძრაობენ. აიცა ეს ვერ დავამუღამე აქ გადართვა გადმორთ. არა, აქედან არ გამოჩნდება თქვენთან არავითარ შემთხვევაში, ძალიან შორს არის. ჭექა ხილები კაია.
ო რაღაცა დაცურავს აშკარად რა რაღაცა დაცურავს აშკარად მაგრამ მე რა მაქვს იცით ბინოკლი მაქვს მანქანაში ასე რომ ეხლა ვნახავ მაგას თქვენ არ მოიწყინოთ თუ მაქვს მიგნებულ ადგილას ბინოკლიუსი იმდენი რაღაცა მაქვს აქ ჩაყრილი და ჩაქვეყნელებული ამ ჩანთებში აი ოპ მივაგენით ბინოკლიუსი სათვალე უნდა მავიხსნა სანამ ბინოკლი მე ვიტანე იგენი აღარა იგინე აგერ არიან აი ხედო ეს ხო ტარაკანასავი ჩავებია ბიჭო ყვითელი ცხვირი მე მგონი ბაკლანია იხვია და ეგონ ბაკლანია და მე ახლა შევძრები იქ თქვენ წესით მაგ ადგილს დეინახავთ ჩემ ხმასაც გეიგონებთ მე ახლა ვეცდები ახლოს მივიდე რა ბინოკლსაც დევიკიდებ პანჯარასაც ავწევ მანქანაში კამერა იყოს აქ აი GoPro რო არ წამოვიღერა რა გოიმივარ ჩემი რა მაიმე სათვალე ჩემი კიდე კაი მობილურსაც ევიღებ წეგან მობილურის გადმოვარდნის ხმა იყო არა მობილური ჯიბეში მაგრამ რა გადმომივარდა ცოტა შორიდან მიწევს მე მოვლა მაგრამ აი აფრინდა რაღაც მაგრამ დამინახავთ უეჭველი ხო ბიჭო იხვია მე მგონი და წესის როლის მომენტს დეინახავთ რა მე ანგესით ვეცდები ამოვიღო აუ რა ყვერი ვარ GoPro როგორ დამჩაჩა ჩემი ლამაზი რა ფერდგანა და მიყურებს იქიდან სიმონ გილზები ყრია კაი ბარდებია სხვათა შორის აქ რამხელა ხეები გაზრდილა ბიჭო აქ აუ მე იქ თქვენ მხარეს ვერ გადმოვ თქვენ ვერ დამინახავთ მანდ არა არის გასაძრომი არის პოსტა ხეებია ბევრი
აი ეს GoPro-თი როგორ უნდა ვიღებდე ხა ამას სადავძრობი აი ხა მხედავთ ხო ჩემი ლამაზი ნაბოზანა პერდგანას სიმონ ავიცი ხა ვესრი რა Ocean. Как нам надо качаться? Гильзия виход. წვრილი საფანტი მაქვს შიგნით ძალიან. რანაირად გავჭედე ბიჭო ეს? მოგიტყანთ ედისტრადი короче კურტყაზე მაგ რაც იჭერს საყელოს თუ რაც ქვიამდე დამოტყუს ხო და ის გამოედო ბიჭო გადატენვის დროს და ბოლომდე რო არ გადაიტენა გეიჭედა შიგნით გილზი რა ხო და ახლა ეჩალიჩი ამას და igen დადიან ეგ ნერვებს მიშლიან სიმონ მაგრამ ერიცალი დავაყუდე მე მგონი კარჟნი რიოკებია რა ეს არა კაი ამბავი ამის გაჭედვა იქნებოდა ბიჭო შედე დამოტყნო შენი გაჭედვა იქნებოდა ის გავაგდეთ ეს ამოვიღოთ ესეც ამოვიღოთ მეტი ხო აღარა შიგნით ოკეი იმას ვესრი ახლა კიდე მედი აჯოხი აღარ მჭირდება ახლა აფრინდი მაი და მაინც შენი დედა მოვტყან გილზი რო არ მიდევ შიგნით ახლა აფრინდი მაი და მაინც ნუ ეს სანადირო თოფი არაა ეხა ეს გილზები მოუხინკო ეს არის ვინჩესტერი ეს მწყერზე კაი იქნება ის დღეში არის რელაქსი ეხლა მე ვისვენებ ეს დასვენება დამიჯდა ბენზინი გილზები
მარა ღირს ეხა შატიროს მოვწევ მეორე თოფი უნდა წავომეღო ეხა მე გაჩვენებ თქვენ პიპიკას შორიდან ჩემი ნაბოზარი ოპერტ განა იქინა ხედავთ ფარები ჩამეკრო კარჩა იქვე როლე რა აი როგორ დაფრინავს ნახეთ იქვე ეს როლე რა მარა შორსაა ეს ამ თოფისთვის ამდენი იქნება 30-40 მეტრა იქნება რა მეტი თუ არა რა ხოდა ამისთვის შორსაა რა ჭივა სახარში მარა რა უშავს აი აქ გამოვიარე წავედი მანქანაში ისევ კოფეს დავლევ კოფე მაგ წამოღებული გაზი მადუღარა ყველაფერი მაგ მანქანაში ისე წამომეღო და იქვე გამემზადებია ჯობდა მარა ამინდობის ამბავია რა აი ესეთი ეხა მოდის სეზონით აი სად არიან აი ნაბოზრები ერთსალი გილზი კიდევ აქვს ხوار ჩუნჩხო ეს ტელეფონი აღიყენოთ ეხა რო განახოთ საწევი იყო ახლა აი თორებ ჩუნჩხებდი ერთს თან ახალიან უფრო არა უნდა ესროლო ბაკლანებია რა ბაკლანი არის ამაზე იძახიან ძალიან სუნი აქვს რა так მცველზე აყვანილია ეგ არის ტყვიები არ დევს შიგნით ხო ბაკლანი არის თევზის სუნი აქვს ძალიანო და ავასწინათ ზურგეთში ვიყავი, ვქეიფობდი და მაგ ბაკლანზე ვთქვი, მეთქი მოუკალი მეთქი და სუნი აქ მეთქი რა ბაკლანს და კაროჩეო ბაკლანის ხორცი არ ჭამო, მარაო ამოიღეო ისო რა ქვია კუჭიო და უგემრიელესი კუჭი აქო რა კუჭები აქო გემრიელიო და ერთი 4 წალი რომ მოვკლა ეხა მე 4 კუჭთან დიდი კუჭი რა ტანთან შედარებითო ანუ ტანი კუჭი რა 4 წალი კუჭით კაიგერს გააგეს აი შესაძლოა მისურავენ თქვენ ხედავთ წესით იცარ ვიცი კავერა იღებს თუ არა ხო კაი მეორე თავს წამევიღებ შემდეგში და დევერები ბაკლანებს ამასინათ ისე მითხრენ წევიდეთო მწყერზეო წევიდეთ ირაოზეო ბარამამება დიჟება ანუ ეხა ამინდები რომ გამოვა გავგაზავ უეჭველი რა ეხა ცოტასა გავივლი ხო დაფრინავს რაღაცები არის რა იტოქში რა ფრინველი გვაქვს ლომაზი ხარ შენ ნაბაზარო შენ სურათებს გადავუღებ მანქანას ეხლა მოუხდება აი 4 წალი გილზი დავწვით ხო იღებ ვიდეოს ვიდეოსაც იღებს ეს თოვიჩაკ
ჩავდოთ. მანქანა თბილა. Вот и что не говорила, очень хорошо. Так, ფარები ჩავაქროთ. აი სურათი გადავიღოთ. აუ ერთლიანად ქრება ხოლმე. ეს არ გვაწყობს ჩვენ. შიგნით რო არ ზიხარ და სიჩქარეში არ აჩაგდებული ფარები მთლიანად ქრება. რა უშავს ეს ვქნათ ავტომატიზირებულზე დავაყენოთ. ამ ახალმა აპდეიტმა ისე სიმართლე გითხრათ ტვინი მოტყნაჯო. აცხებს ვერ გუგენ ხანის სიმონ. ცოტა ჩავამუქოთ. თაბნეილისთვის ბარამჩიკ მშვენიერი ფოტო გამოგვივა. მივა თაბნეილოთ. ჩემი ნაბოზარი. ახედავ ყველა საბურავებია პროსტ. უშუალებელი ბაბრიშკები აქვს სიმონ და არ მინდა რა. ამ ხელა ბაბრიშკები. დავსოლდი ისე ბაძა ის სიმონ რა ვთქვა. და ვიხსნათ ეს. თბილა კაია. ორმოცდაოთხი წუთია ვიღებ. ელემენტი 100%-ია ისევ. არა, კაი აქ. დავისვენე. ტყეში რო ხარ არაფერზე არ ფიქრობ, პრობლემებზე არ ფიქრობ, არაფერზე არ ფიქრობ, ფიქრობ მარტო აქაურობაზე. ასწორებს ძალიან. ამის ჩაკეტო გავაკეთოთ. გათენდა უკვე. გათენდა. ურაფერ დამავიწყდა. GoPro. იმედია ხედავდით ყველაფერს რა. მე ვეცდა ვიქეთ შევიდე ხა. კოფეინი გაიგო. ტელეფონს დედა მეეთქნა დასოლდა. ჩვიდმეტზე მინდა გადასვლა, მაგრამ არა მგონია გადავიდე. კუჭმა ყმოილი დაიწყო რათა. მე გავრისკავე ხარ რა და ვეცდები იქ შავიდე რა. ხანა ნახოთ რა გამოვა. ირანდა გემართა შენი დედავადირ ხო ეწებოდი. აუ ყველაფერს დასვალება უნდა. კარგად მეჭიპონა. მერე წრება მაინც აი დედა მოტყნული. ტელეფონი აგზე დავაგოთ. აი ესთე. თითქმის 1 საათი არა პრინციპში გეტყვით. 46 წუთია გასული. აქ რუჩნიკი არ მომიწევია, მომიწყდება. შევადრიალებ ახლა კამერას და დაათვალიერებთ. სადმე თუ ჩავჭი კი იქნება კონტენტი, არა არ ამგონი ამით სადმე ჩავჭი. ესე ფიქრობ. ხიდები წინასწარ ხوار ჩურთო, მეთქი ვფიქრობ, მაგრამ
არ მგონია დამჭირდეს აქ სადმე ხიდი. ეს გავწრები ხა. აი წყლებია ეს. ძრავის ხმა შემოვიდეს. წესით იგრძნობთ რა სიღრმეში ჩავალ. მელანო. ყველაზე კიდე. აიწყება წაეცა ბუქსავდი მაინც შენი დედა ვატირ. ვაფშე არ წეიბუქსავებს იმენა. კამერაში დამაფიქსიროს და მე ეს წვრანდან დგება. აი კამერა უნდა მეჭიროს უეჭველი. აი ესეთია. ეხლა ვცდილობ არხთან მივიდე. ზოგადად აქ ნახეთ როგორი ცუდი გზებია. ამას კამერით ეხლა თქვენ ვერ აღიქვამთ, მაგრამ ძალიან რა კაცარ დააბუქსავა, განმოყლებდებით. ნუ მეც არ ვატანა ეხლა ძალას დიოდნელი ხოდით მივდივარ და მაგიტო ფეხებზე კიდია რა. საბურავი ტალახის როა ვაფშე კაი მოდებაშია რა. არა სანამ საბურავებს გამოუცლის, სავარაუდოდ ერთხელ აქ შევარდები გიჟივით მე. ფეხებზე კიდია ჩემ მაშინას. ამ ვიდეოს არ ვამონტაჟებთ. აი ის კადრები ხომ დანახოთ. კაი იმ კადრებს პროსტა გვერდზე ჩაამატებს ბარამჩიკა. ამას არ დავამონტაჟებ, პირდაპირ აფერც არის. ყველაფერი რაც მაგადაღებული, ყველაფერი იქნება მოსაწყენი იქნება თუ მოსაბეზრებელი, ყლეშივანტი, ელეგანტი. აი რომ ხელა წყალია ბიჭო. ეს ერთ-ერთ ვიდეოში ეს ადგილი მაქვს. მე მგონი თუ არ ვცდები. არა არ მაქვს ვიდეოში არ ამიწყვია. ჩემს მას ერთად აი იდგნენ ჩემი ბიჭები და თევზაობდნენ აი ადგილას. წარმოიდგინეთ ახლა რომ ხელა წყალია რა. ჩავიდეთ. აი მენო ფეხებზე კიდე არც დეისვარა ეს შობერზა. იმენ არც დეისვარა როჟას. ჩემი გოგო როგორ მოგწონთ? ტუმანიკები რო ისავალ. უშ კიდე ჭექავ რა გინდა. აი პეკასი. აი თოფისა უნდა გადმომეტანაჩ. პეკასი იყო შეიძლება და სროლა. აი ესეთი წყალია დიდებული. აი ეგზის ხოლმე სასტავი და თევზაობს აი იქ. იქ თევზაობენ და ამ ხელაზეა ამოსული რა. აი ეს მშვიდია რა.
შვენიალური. Zankaia. ჩემი ჭკვიანი კამერა წამომყევი. აგერდ გამომყევი. ჩემი გიჟი კამერა. 4 წელი გილზე ვისროლეთ. ერთი ძალიან მსხვილი ვისროლე, რომელმაც არ მიაკუკა იქამდე. არა, ვინჩესტერით აზრი არ აქვს, მეორე ტოპით რომ ესოლა უფრო გზელულა აქვს ბევრად და უეჭველი გავარტყამდი რა. წყალში ცოტა რთულიცაა მორტყვა. ზოგადად, აფრენილზე ჯობია, მაგრამ არ ფრინდებიანი შობელი ძაღლები თუ არ ესროლ. ბეკას არა შეშინებული ეხა რა. არავის არ უსრიაც იქნება შეშინებული, მაგრამ მაინც იჟდა. აი მერცხლებიც გამოფრინდნენ. რამდენი მერცხალია, ბიჭო? აი დამბულები იყავით. აი გილზე მე ნაგავში წავა. წავედი ეხა. ეხა სხვა გზით წავალ. ისე ხომ ეხა ესე წავალ, სადაც ცოტა მეტი ტალუხებია, ვნახოთ ამა. ოპა, თოფის ხმა იყო ბიჭო. ოპა. ვაიმე თავი გებით ეხეჩ. თოფის ხმა იყო ბიჭო. აუ კამერა ტვინს ტყავნა, დადექი რა. აი ეს წამომეყო ჩასადები და ვერ დამიჭირა. აი ხა დამიჭირა. ჯაგინდა parking space radio parking sensorio დარედებულია. 쳐 კამერას გადავწევ გარეთ. Uraganat. ხო ზურგეთში წვიმს მაგრათი. აგამასინა თუ იყავი და 1 გრამი ის არ იყო რა ქვია წყალი. აა всё დადგა წყალი. დაცი უკვე ალახონცოები მეიხოდება. ცოტა ისეთ ადგილას ვცდილობ გარემოს, რომ ცოტა გუჭირდეს მაშინას რა. მაგრა გუჭირდა ძმას. აუ დიდად არც მაქვს მუღამი რომ ვაბუქსაო და რაღაცა, იმიტომ რომ მე კრილოებში დოხვია ტალახია ხოლმე რა და ეხლა სადმე თუ თვითონ დაბუქსავ და შემიძლია ხა ძალით შევიყვანო აი სადმე ჩურთო და ცოტა გაზი მივცე და ცოტა ჩაიწევს მოპოტყნის და ცოტა იბუქსაებს რა. ვაიმე ცოტა გადაკიდულებია და მოდი ესე ფრთხილად ჩავ
მოვდეთ. ხებზე კიდია მეთქი რომ ვიძახი არ გჯერათ რა. GoPro-ი წამომეღო ჯო. სახშიე ვიტანე, რა თმინდა კამერას სახში? დემეგდო დედამოტყნული მანქანაში ყოფილი იმას. ხო, მოკლედ რა, ვინც აქამდე შემორჩით. გააზიარეთ ვიდეო. დაალაიქეთ. ბარავას ამდენი კადრე კიდე თოფის ხმა იყო ბიჭო, რა სესვრია. თუ ჩემსავე ტყულა ეს როილობენ. ფეხებზე კიდია იმენ. ამ ადგილას ხშირი სტუმარი გავხდები, უეჭველი. იმიტომ რომ აქ თევზა უხოლმე, აგე სადაც მოვიდნენ ესე. აუ ყანჩა გეიჩით. დედგო. ყანჩას რა თუ შეიძლება იც არ ვიცი. ვაიმე რამ ხელა ყანჩა შეეშინდა გაფრინდა. იდეგენერატები ეგერა. ხედავთ ალბათ. არ ჩვეულებრივად შეიძლება რომ მიეპარო რა. ეხა იქიდან ეს ფეხი დაარტყა მკრუქს და იმ ნაპირზე აღმოჩნდები და იგენთან გაიჩითები რა. ეგერ თევს კიდე სროლა, ბიჭო, რა სესვრიანე. მწყერი ალბათ, ხო? ხო, მწყერზეა ვიღაც.
ისე პალატგარო წამომეღო ეხა გამეშალა სპალნი მეშოკი ის კაიმახალზე მაგან ნამეტნავად რა ეს ჯობი სპალნი მეშოკი წამომეღო გამეშალა და წამეძინა სიმონამ სუფთა ჰაერზე ხო იქნება და კაი ის არწივია და რაღაცას ნახეთ დააკვირდით აი რაღაცას უსატკავებს რა მაიცად გავზუმო აი ხო არწივია მე მგონი და ნახეთ რაღაცას ცდილობს ნადირობას რა ხედავ თუ ვერ ხედავ ნო მე მგონი ხედავთ აი მოფრინავს აქეთ კამერაში მე ვერ ხედავ ეხა აი გამოჩნდა აი ნახეთ შოვა მე მგონი ესე უმიზნებს თევს ეხა აუ მეთქი დაარჭობს ახლა მეთქი ჩემი კაი თევზე ნადირობს ხო ეგრე მივხვდი ახლა მე რავი სტოიკა გააკეთა იმენა ტიპმა აი კიდე თოფის რა ხალხი მწყერზე ნადირობს და მე და ბაკლანებს ეს რო ელევიან ანჩი იმედია ხმაი კარგად ისმის ჩემი წესით კარგად უნდა ისვენოს კაი ადგილას მიკეთი წაღალ სათვალეზე გავიკეთე მაგრამ სათვალეზე მაგარი ეს ქუდი მაჩუკა დავითამ ბევრი ვიდეო აქვს აწყობილი ერთად აჭარულის ვიდეო გადაღებული ჩემი ნაბოზარი აბერტ განა იქინა ხედა ფარები ჩამეკრო კარჩა იქ ესროლე რა აი როგორ დაფრინავს ნახეთ იქ ესროლე რა მაგრამ შორსაა ეს ამ თოფისთვის რამდენი იქნება 30-40 მეტრა იქნება რა მეტი თუ არა რა ამისთვის შორსაა რა რა ჭივა სახარში მაგრამ რა უშავს აი აქ გამოვიარე წავედი მანქანაში ისევ კოფეს დავლევ კოფე მაქვს წამოღებული გაზი მადუღარა ყველაფერი მაქვს მანქანაში ისე წამომეღო და იქვე გამემზადებია ჯობდა მაგრამ ამინდობის ამბავია რა აი ესეთი ეხა მოდის სეზონიც აი სად არიან აი ნაბოზრები ერთსარი გილზი კიდე მაქვს ხوار ჩუნჩ ხო ეს ტელეფონი აღარ დაგიყენოთ ეხა რო განახოთ საწევი ხო აი ფარებ ჩუნჩხებდი ერთს თან ახლოს არიან უფრო არა უნდა ვესროლო მეხსიერების ბარათი შეივსო რაც პატარა ვიდეო მქონდა ის წავშალე ხო და დაგემშვიდობა თუნდა დავით აზრასონობდი ეს ქუდი მიცონა მაჩუკა კომენტარებში წერს ხოლმე და წასულია საქართველოდან გრინ კარტა მოიგო ოჯახთან ერთად და მოკითხვა გურიდან ვიცი ხშირად უყურებს ჩემ ვიდეოებს ერთი ვერ დავრეკეთ იქაც ხარღამე ხანის და მაგრამ მოგითხვა აქიდან ჩემო ძმო ოპა დუპლეტის როლა ძმამ რას ესვრით მაგრათაა მწყერი აშკარად რა ძაღლი მინდა რა ყანჩას რამ ხელაფლები აქ მენლელა უნდა ავეწყო
წერზე სათევზაოდ მზადყოფნაში რო ვიყო ჩემ ბინოკლი შინერად გამომადგა მინდა გითხრათ მაგრამ კარგად იყავით რა ჯიგრები ხართ ვინც უყურებთ ვინც ალაიქებთ არა ვინც არ უყურებთ იგენით ჯიგრები ხართ კაცო ეგრე ხა პროჯექტს კი მეყურებენ და არ მეყურებენ ანა აბაეთ სიამოვნებით დევიზინებდი ხა კარაუში სადაც წვიმის ხმა იქნებოდა ეგ მოსაფიქრებელია აუცილებლად აბაჰეთ